დღეს მინდა რომ ჩემი შესაძლებლობები გაგიზიაროთ ძალიან კარგ საჭირო და მნიშვნელოვან წიგნზე, რომელიც სულ ახალი და ცხელცხელია და მისი ავტორია ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მასწავლებელი გოგონა მარიამ ჯამდელიანი. ეს წიგნი არის კუდა მელა ბოგის თავგადასავალი. ჩვენ ზოგადად მოდი ცოტა თავიდან დავიწყებ. ძალიან მასწავლებლის პოზიციიდან საუბრობ ახლა. ძალიან გვიჭირს და გვჭირდება ისეთი ლიტერატურა, ისეთი წიგნები, სადაც აქტუალური საკითხები იქნება პრობლემად დასმული. სადაც ისეთი დილემები იქნება, რომ მე შესაძლებელია ამაზე მსჯელობა, განხილვა, საკლასო ოთახში შეტანა და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ჰუმანური ღირებულებების ჩამოყალიბება, იმიტომ რომ ჩვენი მასწავლებლების განსაკუთრებით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების ყველაზე მნიშვნელოვანი მისია მე მიმაჩნია, რომ ბავშვს ჩამოვუყალიბოთ ზოგად საკაცობრიოდ ჰუმანური და კარგი ღირებულებები, რაზეც ვთანხმდებით, რომ ყველამ ეს ასია. რაღაც წიგნები, რომლებიც აქამდე იბეჭდება, გამოიცემა, არის რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წიგნებიც არსებობს, თუმცა დაუშვათ აი დაწყებით ასაკისთვის მაინც მცირეა ასეთი წიგნები და მე პირადად ვეძებ ხოლმე სულ რომ აი რა შეიძლება წამოვაგოთ ბავშვები რაღაცა რა პრობლემაც კლასში ჩდება, რა ტექსტი მიუსადაგო, იმიტომ რომ ამ ასაკში ბავშვები სწავლობენ ტექსტით, გამოცდილებით, რაღაცა ამბის განხილვით და რასაც მე გადაიტანენ ალბათ თავიანთ რეალურ ცხოვრებაში. მოდი მივადგეთ ისევ მარიამის ამ შესანიშნავ წიგნს, სწორედ ასეთი წიგნია კუდა მელას ამბავი, სადაც გარდა იმისა, რომ შესანიშნავი ფანტასტიკური ქართულით არის დაწერილი და აქ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ბავშვებს მივაწოდოთ ისეთი საინტერესო ლამაზი სიტყვები ქართულში, რომ ცოტა დავიწყების პირასაცაა მისული და რაღაცაირად გამარტივებულ ტექსტებზე არიან ბავშვები გადასული და ამით რა თქმა უნდა ქართული ენის სიღრმეებში რთულია ჩაწვდეს ადამიანი და ჩავიდეს და აი ქართული ენა რაღაცნაირად შეისის ხორცოს და მე ამიტომაც ვაწყდებით ხოლმე პრობლემას, მე უკვე რომ შემოდის კლასიკოსები, უკვე რაღაც მე-5 მე-6 კლასთან ძალიან უჭირდა იბნევიან, იმიტომ რომ იქამდე რაღაცა გაფილტრულ მარტივ ტექსტებს თავაზობთ. აი მარიამის წიგნი არის ზუსტად ის წიგნი, სადაც არ არის გაფილტრული ტექსტი, ძალიან გემრიელი, ძალიან ძარღვიანი, შეიძლება ბანალურად ჩანდეს, მაგრამ ქართულით არის დაწერილი და არ არის არაფერი ზედმეტი, პირიქით, აი ყველაფერი არის ზუსტად ისე, როგორც აი ამ ასაკის საუბრობ სადღაც 8 წლიდან, 7 წლიდანაც შეიძლება ბავშვებს სჭირდებათ დოზირებულად და ძალიან ლამაზად დაწერილი. პეიზაჟი მშვენივრად აღწერილი, პერსონაჟების გრძნობები წარმოჩენილი, განწყობების ცვლილება, ფიქრები, მონოლოგები, აი ძალიან საინტერესოდ მიდის, ეს არ არის მომაბეზრებელი, არ არის გაწელილი პირიქით, არის ძალიან შერწყმული სიუჟეტი, აი ძალიან ბუნებრივად და თვისებრივად კარგად არის წარმოჩენილი. და მოდი მივადგეთ ახლა მთავარ სათქმელს. წიგნი ეხლება მეგობრობას და მეგობრობა ჩვენ ვიცით რომ ეს მარადიული თემა არის და ამ ასაკში რა არის მეგობრობა, რა არის თავგანწირვა, რა არის სიყვარული და კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ეს არის განსხვავებული ადამიანის თემატიკა. ჩაგვრა, ბულინგი, ასეთი სიტყვა არ მინდა ხოლმე ეს ბულინგი გამოვიყენო, იმიტომ რომ გვაქვს შესანიშნავი შესატყვისი ქართულშიც, მაგალითად დაჩაგვრა როგორც არის, დაცინვა და ეს აი ესეთი განხილვები სკოლაში, აი ამ ჩაგვრის განხილვა, ადამიანის გრძნობების, ამ დროს რას გრძნობს ადამიანი, ვისაც ჩაგრავთ, რას განიცდის შესანიშნავი რესურსია მარიამის წიგნი. ახლა აქ გვხტებით ემინა თემაზე, მაგრამ მინდა რომ ყველაფერი ვთქვა, რასაც გრძნობ. და სხვათა შორის ძალიან ბევრი ვიტირი ამ წიგნის წაკითხვის დროს ბოლომდე ჩავცრემლე და ჩემ მოსწავლეებს, ვისაც ურჩიე ერთ ღამეში წაიკითხეს, აი მე-4 კლასელებზე მაქვს ლაპარაკი, ვერ გააგდეს ხელი და ისე კარგად ეკითხება, ანუ ბავშვებთანაც რაღაცაერთ დატესტილი მაქვს.
ძალიან საინტერესოდ მიდის ამბავი და ძალიან საინტერესოდ ვითარდება სიუჟეტი. და ვფიქრობ, რომ ანიმაციაც შესანიშნავი გამოვიდოდა. კუდა მელა არის მელა, რომელსაც არ აქვს კუდი, ის განსხვავებულია სხვა მელიებისაგან, ამის გამო დასცინიან კიდეც, თვითონაც განიცდის ამ ამბავს და რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი განიცდის, როცა ის ხვებს არ გავს. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მთავარია, რომ გარშემო აი ასეთმა ბავშვმა რაღაცაირად ისეთი სივრცე ნახოს, სადაც თავის განსხვავებულობას პირიქით სიძლიერედ აქცევს და ჩვენ ვნახულობთ, რომ ბოლოს კუდამელა თავის განსხვავებულობით ხდება ძლიერი სწორედაც რომ და ყველა ძალიან კარგად არის ოჯახი წარმოჩენილი, როგორია ნამდვილად კარგი ოჯახი, როგორია კარგი მამა. რომელიც და თავის ჩრდილში კი არ ჩააყენებს თავის შვილს და გვაქვს ამისი მაგალითი და სხვათა შორის ეს ძალიან მტკივნეული თემატიკაა და ძალიან გავრცელებული რომ მშობლები შვილებს რაღაცა საკუთარ პრიორიტეტებს, საკუთარ კომპლექსებს შეიძლება ვთქვათ თავს ახვევენ ხოლმე და მათზე გადმოიტანთ თვითონ რაღაცა რომ მიაღწიეს მე შვილებზე ცდილობენ. კარგი მამა ის არის, ვინც გაუგებს, ვისაც ეყარება უპირობოდ, მიიღებს ისეც, როგორიც არის, თავის დაცემებით, სისუსტეებით, თავისი შეცდომებით და სწორედ ამას ხვდებით მელა კუდას ოჯახში, რომ კუდა მელა თავის მამიკოს უსტად ისეთი უყვარს, როგორიც არის და ძალიან ბევრ ემოციურ მომენტსაც წააწყდება ადამიანი, ეს არის ნამდვილი სიყვარული. კუდა მელა არის ძალიან თავდადებული, ძალიან ერთგული მეგობარი ბიჭუნასი, ის მზად არის, რომ სიცოცხლეც კი გასწიროს ბიჭუნას თავდასაცავად და აი ესეც ეს ამბავი, რომ მეგობრისთვის თავს დაადებ, ამას აქში როგორ მიაწოდო, ხო? აი რა არის ნამდვილი მეგობრობა, რომ როდესაც მეგობარს უჭირს ყველანაირად ყველაფერს გავიღებ იმისთვის, რომ დავეხმარო, მშვენიერი საილუსტრაციო მასალაა ამისთვის და ვფიქრობ, რომ მე ისე მასწავლებლის პოზიციიდან ვსაუბრობ, მასწავლებლებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი აქტივობები მოარგონ ამ წიგნს და საერთოდაც მე ვფიქრობ, რომ მთელი წლის საკითხავ და შევიტანო კურიკულუმშიც და ავიღოთ ესე საკითხავ მასალად, სადაც ძალიან ისე დაწვრობით ავამუშავებთ. ჯერ ერთი რომ ძალიან კარგი წასაკითხია, ენას ძალიან კარგად ენის სიღრმეებს დაანახებს ბავშვს და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროებო საკითხებს ეხება. ასევე ძალიან ბუნებრივად არის ტექსტში შესული ისეთი საკითხი, რომ ცხოველების დატყვევების ამბავი, რომ კი მოგწონს დაუშვათ გალიაში, რომ ჩიტი გალობს, თუმცა მას თავისუფლება ურჩევნია. ესეც ძალიან ორგანულად არის გადმოცემული და წესით ბავშვმა ესეც უნდა კარგად გაიაზროს, რომ დატყვევებული ცხოველი არ არის მაინც და მაინც კარგი სანახავი და საერთოდ თანამედროვე სამყარო უკვე იქითკენ მივდივართ, რომ აღარ მოგწონს ცირკი, აღარ მოგწონს დელფინარიუმი, აღარ მოგწონს გალიაში ჩიტები და ყველას უნდა თავისი ორგანული გარემო და აქედანვე ბავშვი ამას უნდა მივაჩვიოთ და ასე გავზარდოთ, რომ ცხოველის დატყვევება მის ტანჯვას წამებას უდრის. და ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი გიждდება მელა კუდაზე, მიუხედავად იმისა, რომ დედამისი მზად არის, რომ სახლში დაიტოვონ, აგრალი კაპიც მოუტანეს, ჩააცვეს კიდეც, ბიჭი იღებს გადაწყვეტილებას, რომ მელა ბედნიერი თავის ოჯახში იქნება, ტყეში იქნება, თავის ბუნებრივ გარემოში და მას არ ჭირდება ესეთი დატყვევება ველურ ცხოველს რაღაცა სახლის კორპუსში, ხო? და ესეც ვფიქრობ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი მაგალითია და მნიშვნელოვანი ამბავია. და მე ვიფიქრე, რომ აი ძალიან მოუხდებოდა ამ წიგნს ილუსტრაციები და კარგი ილუსტრაციები ბავშვებს შეგვიძლია ჩვენ დავავალოთ, გავაკეთებინოთ ხელნაკეთი წიგნები, ანიმაცია და აქციონ წიგნი და საერთოდაც უფრო ფართო მაყურებელს და ფართო მკითხველს იმსახურებს ნამდვილად. მოკლედ გირჩევთ, რომ თქვენს შვილებს, მოსწავლეებს ეს შესანიშნავი წიგნი წააკითხოთ და ისინი კიდევ უფრო მეტად ადამიანურები, უფრო მეტად ჰუმანურები გახდებიან და უფრო მეტად შეიყვარებენ არა მხოლოდ ცხოველებს, არა მხოლოდ მეგობრებს, ალბათ საკუთარ თავებსაც, იმიტომ რომ ყველა რაღაცით განსხვავებულები ვართ და ეს განსხვავებულობა ნამდვილად ჩვენი სიძლიერეა.